მოგესალმებით ძვირფასო მაყურებლებო. დღეს თქვენთან ერთად ვისაუბრებთ თურქეთის და საბერძნეთის მიმართულებით მიმდინარე მოვლენებზე. საკმაოდ მნიშვნელოვანი და აქტუალური განვითარება ხდება, კერძოდ 8 მაისს თურქეთმა გადაწყვეტილება მიიღო ბლუმბერგის ინფორმაციით, რომ დაიწყოს საკუთარი საზღვაო იურისდიქციის გამაგრება კანონპროექტის სახით ეგეოსის და აღმოსავლეთ ხმელთაშუა ზღვის მიმართულებით. ასეთი კანონის მიღება უნდათ პარლამენტში, რომელსაც ექნება შესაბამისი უპრეცედენტო გავლენა თურქულ-ბერძნულ ურთიერთობებზე. ეს რეალურად კანონმდებლობა ემსახურება იმ მიზანს, რომ გაამყაროს ანკარას ასე ვთქვათ, სურვილი და ამავდროულად იურიდიული საფუძველი იმისა, რომ მას ეკუთვნის პოტენციურად საზღვაო შელფის, კონტინენტური შელფის გარკვეული ნაწილი, სადაც ასევე იგულისხმება და არის სავარაუდო, რომ არის საკმაოდ დიდი რაოდენობით თხევადი გაზი ზღვის ქვეშ. ბერძნული გამოცემლობები წერენ იმის შესახებ, რომ ეს კანონპროექტი გახდება პირველი ნაბიჯი თურქეთის მიმართულებით, თურქეთის მიერ, რომ ესე იგი იურიდიული სახე მისცეს მის მოთხოვნებს, რომელიც მას გააჩნია საბერძნეთის მიმართულებით. და ეს შეიძლება გახდეს საბერძნეთთან და კიპროსთან, ესე იგი კონკრეტულად დაპირისპირების საფუძველი და საგანი, წერს ამაზე ერთ-ერთი მსხვილი ბერძნული მედია საშუალება. ახლა ვისაუბრებ თქვენთან ერთად სწორედ ამ საკითხებზე, საკმაოდ მნიშვნელოვანი დეტალები და გეოპოლიტიკური ფონი არის აქ, ეს აქ არის ეგვიპტეს ფაქტორი, ასევე რა თქმა უნდა საფრანგეთის ფაქტორიც, მოკლედ მნიშვნელოვანი პროცესები მიმდინარეობს. მოგესალმებით ყველას, მე ვარ გიორგი ტუმასიანი და თქვენ იმყოფებით ჩემს ანალიტიკურ გვერდზე YouTube-ში. გთხოვთ, რომ ხარი დაუჭიროთ ჩემს გვერდს და ჩემს საქმიანობას და დალაიქების, მოწონების, ანუ კომენტარის, არხის გამოწერის მეშვეობით, ასევე შეგიძლიათ გახდეთ არხის წევრი, როგორც აქ YouTube-ზე, ასევე Patreon-ზე, ან სხვა ხერხებით დაუჭიროთ არხის განვითარებას მხარი, მონაცემები იქნება პირველ კომენტარში და ვიდეოს აღწერაში. დიდი მადლობა და გადავდივართ წინ. უნდა ვთქვათ, რომ ეს ყველაფერი ზოგადად უკავშირდება პირდაპირ გაეროს კონვენციას საზღვაო სამართლის შესახებ, UNCLOS ქვია მას, რომელიც განსაზღვრავს 12 მილის ესე იგი ტერიტორიას, საზღვაო წყლებს, ტერიტორიულ წყლებს და 12 მილი არის ის ესე იგი სტანდარტი, რომელიც არის განსაზღვრული გაეროს შესაბამისი კონვენციის მეშვეობით, რომელიც საშუალებას აძლევს მათ შორის კუნძულებს, რომ ჰქონდეთ საკუთარი ექსკლუზიური ეკონომიკური ზონა და კონტინენტური შელფი რეალურად და ეს საბუთი არის ძალიან მნიშვნელოვანი, ზოგადად პრაქტიკულად ყველა ქვეყანა მას აღიარებს თურქეთის გარდა. თურქეთი არ არის მისი ნაწილი და ეს გამომდინარეობს იქედან, რომ ამ ბერძნული კუნძულების გათვალისწინებით, რომ საბერძნეთი აკონტროლებს ამდენ კუნძულს და ამის ფონზე, რომ თურქეთს არ გააჩნია ამ კუნძულებზე კონტროლი, მთელი ეგეოსის ზღვა გამოდის სწორედ ბერძნული კონტინენტური შელფი და ესე იგი ტერიტორიული წყლები. თურქეთი ამას მიიჩნევს უსამართლოდ, მიუხედავად იმისა, რომ ეს არის საერთაშორისო სამართლის ნაწილი. პრაქტიკაში კი პირდაპირ უნდა ვთქვათ, რომ დიახ, რა თქმა უნდა, ეს კანონმდებლობა ხელს უწყობს საბერძნეთს, მისი გეოგრაფიიდან გამომდინარე და ხელს არ უწყობს და არ აწყობს თურქეთს. და ეს არის საკმაოდ ასევე ლოგიკური მდგენელი, რომელზეც უნდა გავაკეთოთ აქცენტი. უნდა ვთქვათ, რომ საბერძნეთის ლოგიკით კი პირიქით ეს ძალიან მნიშვნელოვანი და ხელსაყრელია და საბერძნეთმა ამ მიმართულებით ნაბიჯიც კი გადადგა. ეს არის ეგვიპტესთან ერთად 2020 წლის 7 აგვისტოს შეთანხმება, რომლითანაც მხარეები განსაზღვრეს და შეთანხმდნენ საკუთარ ექსკლუზიურ ეკონომიკურ ზონაზე. საბერძნეთსა და ეგვიპტეს შორის. ახლა ამაზე დეტალურად ვისაუბრებთ, რა შუაშია ეგვიპტე და როგორ იცვლება ეგვიპტეს სტრატეგია და მიდგომა ბოლო წლების განმავლობაში. ჯერ კიდევ იმიას კუნძულის მიმართულებით 1996 წელს იყო საკმაოდ სერიოზული
კონფლიქტი და თითქმის დაიწყო პირდაპირ შეიარაღებული დაპირისპირება მხარეებს შორის და ეს მუდმივად გრძელდებოდა, სხვადასხვა პრობლემა სხვადასხვა დროს ჩნდება. გარდა ამისა, ლიბიასთან, ესე იგი, შეთანხმებები არის ძალიან მნიშვნელოვანი მდგენელი. 2019 წელს თურქეთმა ხელი მოაწერა ლიბიის ეროვნული თანხმობის ხელისუფლებასთან, ანუ ლიბიაში იცით რომ ორ ნაწილად არის გაყოფილი და ეს ეროვნული თანხმობის ხელისუფლება არის გარკვეულწილად სირიაში ხელისუფლების მსგავსი, არის თურქეთის პროქსი. და მათთან თურქეთმა ხელი მოაწერა სწორედ ამ მიზნებიდან გამომდინარე თურქეთი იყო ჩარეული ლიბიაში, რადგანაც თურქეთს სჭირდებოდა გასასვლელი აფრიკაზე და რეალურად ეს ვერ მოხდებოდა ეგვიპტეს მეშვეობით. მიზეზი არის მარტივი რეალურად და თვალსაჩინო. ეგვიპტე, ესე იგი, თავის დროს ეგვიპტეში რევოლუციის შედეგად არაბული გასაფხულის დროს ხელისუფლებაში მოვიდნენ ძმები მუსლიმები. ეს ძმები მუსლიმები ორგანიზაცია არის ისლამისტური ტიპის პოლიტიკური გაერთიანება, რომელიც რეალურად ხელისუფლებაში იყო იმ მომენტისთვის ეგვიპტეში, ასევე თურქეთში და კატარში. დღეს ეგვიპტეში აღარ არიან ხელისუფლებაში, თურქეთში და კატარში ითვლება, რომ ძმები მუსლიმები არიან ხელისუფლებაში. ეს ორგანიზაცია არის სუნიტური ტიპის ლოგიკის, ასე ვთქვათ, თუმცა მისი მიდგომები, ასე ვთქვათ, რეალურად პოლიტიკური ისლამიზმის ლოგიკას ეფუძნება და მისი რეალური ლიდერი, შეგვიძლია ვთქვათ, რომ არის რეჯეპ ტაიპ ერდოღანი დღეს. ხო და როდესაც მუჰამად მურსი მოვიდა ხელისუფლებაში ეგვიპტეში, ეს ძალიან მოეწონა ანკარას და ანკარას თავისი როლიც ჰქონდა მაგაში. თუმცა შემდეგ მოხდა ის, რაც მერე ვერ მოხდა თურქეთში, მაგრამ ბევრჯერ მომხდარა თურქეთში. როგორც კი ისლამისტები მოვიდნენ ხელისუფლებაში ეგვიპტეში, სამხედროებმა შემდეგ უკვე განახორციელეს სამხედრო აჯანყება. და დღევანდელი პრეზიდენტი სისი ეგვიპტის არის რეალურად სამხედრო, რომელმაც მოახერხა სამხედრო გადატრიალება ის, რაც ვერ მოხერხდა თურქეთში. ასე რომ თურქეთში ძმები მუსლიმები დარჩნენ ხელისუფლებაში, ეგვიპტეში კი არა. ძმები მუსლიმების ლოგიკა მათ შორის უკავშირდება, რა თქმა უნდა, ისრაელის წინააღმდეგ პოლიტიკას და ქმედებებს და ზოგადად ისლამისტურ ნარატივებს. აქედან გამომდინარე და რეალურად მკვეთრად არის ანტიდასავლური თავისი არსით. დასავლეთს მიიჩნევს მთავარ მტრად მუსლიმების პოლიტიკური გაგებით. აქ არის მნიშვნელოვანი ასევე აღინიშნოს, რომ შეერთებულმა შტატებმა ბოლო პერიოდში სანქციები გამოიყენეს ძმები მუსლიმების ეგვიპტის, იორდანიის და ლიბანის განყოფილებების წინააღმდეგ და არა თვითონ ორგანიზაციის, იმიტომ რომ თურქეთს შეეხებოდა მაშინ პირდაპირ. და ეს არის მოკლედ მთელი ამბავი. თურქეთი ხო არის რთული პარტნიორი შეერთებული შტატებისთვის. და ამ ლოგიკიდან გამომდინარე ეგვიპტე და საბერძნეთი წავიდნენ ამ შეთანხმებაზე, რომელმაც რეალური დარტყმა მიაყენა თურქეთის ინტერესებს. ეს მოხდა უკვე 2022 წელს, როდესაც 19 წელს თურქეთმა და ლიბიამ დადეს შეთანხმება, რომელიც უგულებელ ყოფს კრიტის, კარპატოსის და როდოსის კუნძულების უფლებებს და მაშინ საბერძნეთმა, ისევე როგორც ევროკავშირმა, მას უწოდეს უკანონო და გეოგრაფიულად აბსურდული და რეალურად ეს ეჭრება გარკვეულწილად საბერძნეთის ტერიტორიულ წყლებში. აქვე უნდა ვთქვათ, რომ თურქეთმა 2025 წლის ივნისში იუნესკოში წარადგინა საკუთარი ხედვა მოწყობის, რომელიც ეკონომიკურ, ასე იგი, სამხედრო, სამეცნიერო და სხვა სფეროებს მოიცავს და სადაც ასევე ნაჩვენები არის ეს გავლენები და კუნძულები სხვაგვარად. უკვე 2026 წლის აპრილში თურქეთმა, ასე იგი, გარკვეული ბრალი წაუყენა საბერძნეთს იმის გამო, რომ საბერძნეთმა ზოგიერთი ნაწილი ეგეოსის ზღვის გამოაცხადა მეთევზეობისთვის დახურული. და თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ იმ დროს განაცხადა, რომ საბერძნეთს არ შეუძლია იქ აკრძალოს მეთევზეობა, იქედან გამომდინარე, რომ ეს არ ეკუთვნის საბერძნეთს. და ანუ მთელი საკითხი რეალურად უკავშირდება მაგას, თურქეთი დე ფაქტოდ არ აღიარებს იმას, რაც არსებობს დე იურეთ
თურქეთს აქვს მიღებული კანონი, ჩვენ ამაზე თქვენთან ერთად გვისაუბრია, რომლის მიხედვითაც ესე იგი ასე რომ შევაფასოთ, თუ საბერძნეთი გაზრდის 6 მილიდან 12 მილამდე კონტროლს, რაც არის საერთაშორისო სამართლის შესაბამისობაში რეალურად, მაშინ თურქეთი ამას ომის გამოცხადებად მიიჩნევს. ასევე რა თქმა უნდა პრობლემური რჩება კვიპროსის საკითხი. 1974 წლიდან კვიპროსის სამხრეთ ნაწილს აკონტროლებს თავად რესპუბლიკა, ხოლო ჩრდილოეთ ნაწილს აკონტროლებს ეგრეთ წოდებული თურქეთის რესპუბლიკას ჩრდილოეთ კვიპროსის, რომელიც ანკარას მიერ არის მხოლოდ აღიარებული და რეალურად ითვლება, რომ არის თურქეთის მიერ ოკუპირებული ტერიტორია. მთელი საკითხი მარტო არ უკავშირდება გეოპოლიტიკურ და სამხედრო ან ეთნონაციონალისტურ ამბიციებს. საკითხი არის ასევე პრაგმატული, გეოეკონომიკური. 2009-2015 წლებში აქ იყო აღმოჩენილი თამარის და ლევიაფანის გაზის საბადოები ისრაელში, აფროდიტას გაზის საბადო კვიპროსზე და ზორის გაზის საბადო ეგვიპტეში. საერთაშორისო კვლევების ინსტიტუტის ინფორმაციით, აღმოსავლეთ ხმელთაშუა ზღვაში არის 80 ტრილიონზე მეტი კუბური ფუტი გაზი, რომელმაც ეს გახადა ეს რეგიონი გაზის სამკუთხედი ეგვიპტესა, ისრაელსა და კიპროს შორის. 2022 წელს შეიქმნა სპეციალური ფორუმი, გაზის ფორუმი აი ამ ქვეყნებს შორის, ხოლო თურქეთი ცდილობს ამის წინააღმდეგობის გაწევას, რადგანაც ამ სამკუთხედს შეუძლია სერიოზულად გაზის მომარაგება ევროპის და ალტერნატივად გადაიქცეს თურქეთის. თურქეთს სურს რომ გახდეს ჰაბი გაზის მომარაგების, განსაკუთრებით მაგის შემდეგ, რაც რუსეთმა დაკარგა ეს ფუნქცია, თურქეთი არის მიდრეკილი იმისკენ, რომ უზრუნველყოფს ეს ტექნოლოგიური ჰაბი გაზის, მათ შორის ენერგეტიკული ჰაბი, მათ შორის აზერბაიჯანიდან, რაც უკვე ხდება საქართველოს გავლით. ამას უნდა დაემატოს ასევე ტრიპის პროექტის ფარგლებში სომხეთის გავლით ტრანზიტი, ამას უნდა დაემატოს თურქმენული გაზი, ასევე რომელიც აზერბაიჯანში ჩავა და მერე ტრანზიტს განახორციელებს და ამას ასევე იდეაში უნდა დაემატოს კატარის გაზი, რომელიც შეიძლება გაზსადენითაც იყოს ექსპორტირებული. მით უმეტეს ჰორმუზის სრუტის მიმართულებით არსებული პრობლემების ფონზე, თურქეთს დიდი ხანია ჰქონდა იდეა და სურვილი, რომ ეს ტრანზიტი განახორციელოს სირიის ტერიტორიით გაზსადენის მშენებლობის გზით, რომელიც რეალურად ვერ აშენდებოდა ბაშარ ალ-ასადის ხელისუფლების დროს, რომელიც იყო პროირანული, ირანს კი ჭირდება ენერგორესურსებზე მნიშვნელოვანი კონტროლი, რომელიც პრინციპში მას ასევე გავლენები გარკვეულწილად გააჩნია. სწორედ ამიტომ თურქეთის მხარდაჭერა ასევე სირიაში აჰმედ ალ-შარაას ხელისუფლების არ იყო მარტო გეოპოლიტიკური ან ეთნიკური ან სხვა ტიპის საკითხი, არამედ იყო ეკონომიკური საკითხიც. ახლა უნდა ვთქვათ, რომ თურქეთი აპირებს კანონმდებლობის დონეზე ამის გამაგრებას და რეალურად ეს საფუძველს მისცემს შიდა პოლიტიკურს თურქეთს, რომ აი ამ გაზის საბადოებზე სამომავლოდ პრეტენზია განაცხადოს, რომელიც შეიძლება ამ ნაწილებში იყოს აღმოჩენილი. თურქეთის ნაციონალისტური მოძრაობის პარტიის ხელმძღვანელმა დევლეთ ბახჩელიმ განაცხადა, რომ თურქეთი არ ეძებს დაძაბულობას, თუმცა ნებისმიერი მცდელობა მისი უფლებების საზღვაო იურისდიქციის ან თურქი კიპრიოტების უფლებების შეზღუდვის მიიღებს სათანადო პასუხსო და ეს რა თქმა უნდა ასევე ჟღერს და არის იმ ფონზე ეს განცხადებები, როდესაც საფრანგეთი, საბერძნეთი, კიპროსი და ისრაელი აღრმავებენ საკუთარ სამხედრო და ტექნოლოგიურ თანამშრომლობას ეს 4 ქვეყანა. ცალკე იცით და გვისაუბრია ამაზე, ეს არის ისრაელი, კვიპროსი, საბერძნეთი, სამკუთხედი და ცალკე საფრანგეთი, საბერძნეთი, კვიპროსი. რამდენიმე დღის წინ სომხეთში სამიტის ფონზე, რომელიც მიმდინარეობდა, იცით რომ ემანუელ მაკრონი იყო ჩამოსული, მანამდე რეგიონში. მანამდე მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ მაკრონი იყო კვიპროსზე, რომელზეც ვისაუბრეთ და იქ თურქეთს გარკვეული პროვოკაციული ქმედებები სურდა, ან განხორციელა რეალურად რომ თქვათ და
ასევე საბერძნეთში ჩავიდა მაკრონი, საბერძნეთთან მნიშვნელოვანი შეთანხმებები არის დადებული, მათ შორის საზღვაო უსაფრთხოების მიმართულებით, საფრანგეთი აშკარად იკვეთება როგორც უსაფრთხოების გარანტი აი ამ ქვეყნების განსაკუთრებით საუბარია საბერძნეთზე. და კვიპროსზეც პრინციპში, კვიპროსში იცით რომ უკვე განცხადება გაკეთდა რომ საფრანგეთი ჯარს გააგზავნის კვიპროსზე და იქნება მუდმივად განთავსებული გარკვეული ჯარი საფრანგეთის ეს აღსანიშნავი არის და მნიშვნელოვანი ფაქტორია. ამის ფონზე ასევე რა თქმა უნდა სომხეთის ვიზიტის გარკვეულწილად ამ ლოგიკაში უნდა გამიხილოთ, განსაკუთრებით რომ 28 მაისს სომხეთში იგეგმება სამხედრო აღლუმი, რომელიც იქნება მიძღვნილი პირველი რესპუბლიკის დამოუკიდებლობის დღეს. იცით რომ საქართველოს 26 მაისს რომ გამოაცხადა 2 დღის შემდეგ სომხეთმა და აზერბაიჯანმაც გამოაცხადეს 28 მაისს. და აქ არის მნიშვნელოვანი აღინიშნოს რომ ამ სამხედრო აღლუმის ფარგლებში ასევე ფრანგული წარმოების ჰაუბიცების და ტექნიკის ჩვენება იქნება, მათ შორის ცეზარების, ეს არის ფრანგული მაღალტექნოლოგიური ჰაუბიცები, რომელიც სომხეთმა შეიძინა საფრანგეთისგან და რომლებიც ასევე საკმაოდ წარმატებულად, ესე იგი, აჩვენეს თავის ზოგადად საკუთარი ეფექტურობა გვაჩვენეს უკრაინაში ომის პროცესში. სწორედ აქედან გამომდინარე შეგვიძლია ვთქვათ, რომ თურქეთის ამ პოლიტიკის ფონზე რეგიონში შემოდის აქტიურად საფრანგეთი და სწორედ აი ამ ძირითადი ქვეყნების მიმართულებით, კერძოდ საბერძნეთი, კვიპროსი, სომხეთი. და აქ არის რა თქმა უნდა ასევე მნიშვნელოვანი ის ფაქტორები, რომ საბერძნეთს საფრანგეთი დაპირდა, რომ ნებისმიერი თავდასხმის შემთხვევაში საფრანგეთი იქნება მანდ. ევროკავშირს გააჩნია შესაბამისი პუნქტი, რომლის მეშვეობითაც არის სავალდებულო ურთიერთდახმარება აგრესიის დროს. ეს არ არის რა თქმა უნდა ნატოს მეხუთე პუნქტი, თუმცა ნატოს მეხუთე პუნქტიც არსებობს საფრანგეთსა და საბერძნეთს შორის. და თუნდაც თუ თურქეთის მხრიდან იქნება გარკვეული ქმედებები, ეს არ გამორიცხავს იმას, რომ მეხუთე პუნქტი იყოს ლოგიკურად განხილული, შეიძლება არა ამოქმედებული, მაგრამ განხილული, იმიტომ რომ თავდასხმა ერთ წევრზე ნიშნავს თავდასხმას და შეუძლია თურქეთს ასეთი თავდასხმის ორგანიზება, თეორიაში შეუძლია, პრაქტიკაში თურქეთი ცდილობს ეს არის აპრობირებული საკითხი საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკაში. თურქეთი ცდილობს წითელი ხაზის არ გადაკვეთას, პირდაპირ კონფრონტაციაში არ შესვლას და აი წითელ ხაზამდე ყველაფრის მიღებას, მათ შორის აგრესიული განცხადებების და ბლეფის მეშვეობით. ბლეფი მათ შორის იმ გაგებით, რომ ასეთი აგრესიული განცხადებების ფონზე თურქეთი აჩვენებს, რომ მზად არის ომისთვის, მართლა მზად არის გარკვეულწილად, მაგრამ არ სურს. ანუ ეს არის გარკვეულწილად ესეთი სარისკო აგრესია, რომელიც მიზნად ისახავს დაშინებას საგარეო პოლიტიკურ ასპარეზზე. საბერძნეთის ოფიციალური პოლიტიკა და განცხადება არის, რომ ეს ბერძნული კუნძულები არიან კონტინენტური შელფის მქონე და ექსკლუზიური ეკონომიკური ზონის მქონე და თურქეთის მოთხოვნები ესე იგი კონკრეტულად არღვევენ საერთაშორისო სამართალს. 2025 წლის ივნისში საბერძნეთმა თავის დროზე წარადგინა ევროკავშირის საკუთარი გეგმა მოწყობის და თურქეთმაც და იმ დროს საბერძნეთის მხარემ განაცხადა, რომ თურქეთის გეგმას არ გააჩნია იურიდიული საფუძველი და ეს არის კონკრეტული მცდელობა ოკუპაცია მოახდინონ, დაიკავონ ასე იგი ბერძნული იურისდიქციის ქვეშ არსებული ტერიტორიები. და საბერძნეთს იმ დროს უკვე ჰქონდა კონკრეტული სურვილი, რომ ეს საკითხები ყველაფერი საერთაშორისო ფორუმებზე და ორგანიზაციებში წაიღოს. ევროკავშირმა საერთოდ თავის დროზე კონკრეტულად მუქარაც გააჟღერა თურქეთის მიმართულებით, რომ კვიპროსის წყლებში იწყებდა გაზის მოპოვების მცდელობას და რეალურად ჩვენ ვხედავთ, რომ ევროკავშირის სანქციებითაც კი იმუქრებოდა. ვაშინგტონი აქ ოდნავ უფრო დაბალანსებული პოზიციით არის, თუმცა ღიად მხარს უჭერს ისრაელს, ცხადია და ვაშინგტონი ასევე მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ საბერძნეთის მნიშვნელოვანი მხარდაჭერია. რამდენიმე დღის წინ ნიკოს დენდიასმა საბერძნეთის თავდაცვის მინისტრმა
განაცხადა, რომ სულ მალე საბერძნეთი მიიღებს დიდი რაოდენობით ამერიკულ F-35-ებს და ეს გახდის საბერძნეთის სააერო ძალებს ერთ-ერთ ყველაზე ძლიერ სააერო ძალებად რეგიონში. ჩვენ თქვენთან ერთად გვისაუბრია ასევე, რომ ისრაელი ეხმარება გარკვეულწილად საბერძნეთს წვრთნებში, იმისთვის, რომ F-35-ები ყველაზე მაღალ ტექნოლოგიური თვითმფრინავია და ისრაელს გააჩნია უზარმაზარი გამოცდილება ამ თვითმფრინავის მართვის და ექსპლუატაციის გამოყენების, მათ შორის საბრძოლო უზარმაზარი გამოცდილება აგერ ირანთან ომის ფონზე. ამიტომ საბერძნეთის თვითმფრინავების, ესე იგი, პილოტების გადამზადება სწორედ არის კონკრეტულად ისრაელის დღის წესრიგში. ახლა ვისაუბროთ ეგვიპტეზე. ეგვიპტეს გააჩნია სტრატეგიული თანამშრომლობის შეთანხმება საბერძნეთთან 2020 წლიდან და ასევე დემარკაცია გააჩნიათ აი ამ ტერიტორიული წყლების. 2025 წლის მაისში პრეზიდენტებმა ეგვიპტის აბდელ ფატაჰ ას-სისიმ და საბერძნეთის კირიაკოს მიცოტაკისმა ხელი მოაწერეს სტრატეგიულ პარტნიორობას, რომელიც საერთაშორისო სამართლის მხარდაჭერის ლოგიკას ეფუძნება. და ესე იგი ასევე იქ იყო ჰუმანიტარული საკითხები და ასე შემდეგ. ეგვიპტეს გააჩნია უზარმაზარი მოსახლეობა, საკმაოდ რთული ეკონომიკური მდგომარეობა და ეგვიპტესთვის თხევადი გაზის ექსპორტი არის ძალიან მნიშვნელოვანი ნაწილი მისი ეკონომიკის. სწორედ ამიტომ შეგვიძლია ვთქვათ, რომ მისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ შეინარჩუნოს ექსპორტი გაზის და ზოგადად ამ გაზის საბადოების საკითხი. თურქეთთან ურთიერთობები საკმაოდ უცნაურად გამოიყურება. 10 წლის განმავლობაში რეალურად თურქეთსა და ეგვიპტეს შორის ურთიერთობები იყო ძალიან რთული, ძმები მუსლიმების საკითხის გამო, რომელებიც იდევნებიან ეგვიპტეში და რომელიც ხელისუფლებაში არიან თურქეთში და ლიბიაზე სხვადასხვა ხედვის გამო. თუმცა ბოლო წლებში 2024-5 წლებში ანკარამ და კაირმა დაიწყეს დაახლოება და ჩვენ ხედავთ, რომ გარკვეული გაზის ტრანზიტის მიმართულებითაც თანამშრომლობა არის, სამხედრო თანამშრომლობაც იკვეთება. ბოლოს ვისაუბრეთ თქვენთან ერთად იმაზე, რომ პაკისტანი, საუდის არაბეთი, ეგვიპტე და თურქეთის აი ამ 4 მხრივ ალიანსში ეგვიპტესაც უნდა შესვლა. შესაბამისად, გარკვეულწილად ჩნდება ეგვიპტეში ასევე ნარატივები და ქმედებები, რომლებიც თურქეთის ინტერესებსაც ემსახურება, მიუხედავად იმისა, რომ განსხვავებული პოლიტიკური მდგომარეობა არის. აქვე უნდა ვთქვათ, რომ სტატუს კვო და კონფლიქტების ესკალაცია კიდე ცალკე თემა არის, ანუ ერთი მხრივ შეიძლება ეს სტატუს კვო იყოს დაცული, თუმცა დიდი ალბათობით შეიძლება გარკვეული ესკალაციები იყოს. კვიპროსის მიმართულებით, საბერძნეთის ამ კუნძულების მიმართულებით, როცა აღსრულებაზე გადავა ეს ყველაფერი და ცხადია, ევროკავშირი, საფრანგეთიც აქ არის სრულად საბერძნეთის მხარეს. ეგვიპტე იქნება ყველაზე საინტერესო აქ მოთამაშე. დარჩება ევროპულ და დემოკრატიულ კონტექსტში და ამერიკასთან ურთიერთობის ფონზე, თუ გარკვეულწილად ნელ-ნელა წავა თურქეთ, საუდის არაბეთ, პაკისტანის აი ამ ბანაკში. ანუ აშკარად ჩვენ ხედავთ, რომ აი ამ ქვეყნებს სურთ საკუთარი ავტონომიურობის ხარისხის გაზრდა დასავლეთისგან, მაგრამ ეს არის ლოგიკურად ანტიდასავლური საკუთარი ნარატივების გამო. ისლამიზმი მატულობს იქ, ანუ ეს არის რელიგიური კონტექსტით შემოტანილი აი ამ პროცესებში. სწორედ აქედან გამომდინარე, საბერძნეთის და თურქეთის თემა რჩება აქტუალური. ნებისმიერ მომენტში შეიძლება ეს თემა განახლდეს და საბერძნეთი რეალურად მნიშვნელოვნად ემზადება პოტენციური სამხედრო ესკალაციისთვისაც. თურქეთი ცხადია თავის მხრივ ძალიან ემზადება, თურქეთს გააჩნია ერთ-ერთი მოწინავე ავიაცია პრაქტიკულად, მათ შორის დრონების ავიამზიდი რეალურად ანადოლუ და ასე შემდეგ. თურქეთი ამაგრებს სწორედ ამ კუნძულების მიმართულებით საკუთარ დარტყმით პოტენციალსაც, იგივე ეხება ჩრდილოეთ კვიპროსს. ანუ გარკვეულწილად არის შექმნილი სტატუს კვო და ვინმე თუ გადააბიჯებს სტატუს კვოს, იქიდან იქნება უკვე შედეგები. თუ ვინმე გადააბიჯებს სტატუს კვოს.
ამიტომ ნებისმიერი ქმედება, თუნდაც ეს ამ კანონის მიღება, განიხილება მაგ ლოგიკაში, არის თუ ეს თუ არა სტატუს კვოს გადაბიჯება. მე ვფიქრობ, რომ ეს კანონი მაინც უფრო არის სტატუს კვოს გამყარება, გამაგრება, მაგრამ გარკვეულწილად ამ წითელი ხაზის ტესტი. რამდენად ძლიერია ეს წითელი ხაზი და რა რეაქციები ექნება სხვადასხვა მოთამაშეს. სწორედ აქედან გამომდინარე, ეს კიდევ ერთი დასტურია იმისა, რომ დღევანდელ სამყაროში სერიოზული მხარდამჭერების გარეშე ისეთ ძლიერ ქვეყანასაც, როგორც არის საბერძნეთი, არ შეუძლია საკუთარი სუვერენიტეტის დაცვა. ამიტომაც საბერძნეთი ცალკე ამერიკასთან, ცალკე ევროპასთან, ცალკე საფრანგეთთან, ერთ ქვეყანასთან აქტიურად თანამშრომლობს, თუმცა ამავდროულად ცდილობს თურქეთთან პრაგმატული ურთიერთობის ესე იგი განხორციელებას და ამ მიმართულებით განვითარებას. ვფიქრობ, რომ საკითხი არის მნიშვნელოვანი და ჩვენ თქვენთან ერთად გავაგრძელებთ ამ საკითხზე დაკვირვებასა და ანალიზს. დიდი მადლობა, რომ უყურებდით ამ ანალიზს. გთხოვთ, რომ დაწეროთ თქვენი აზრი, მოსაზრებები ამ საკითხთან დაკავშირებით, ასევე აუცილებლად დაალაიქოთ, გვერდი გამოიწეროთ არხი და გახდეთ არხის მხარდაჭერი. იქნება ეს YouTube-ზე, ესე იგი წევრი გახდეთ ან Patreon-ზე, ან პირდაპირ მხარი დავჭიროთ არხის განვითარებას. დიდი მადლობა და შევხვდებით შემდეგი ანალიზის დროს.